აგრორჩევების ერთგულმა მაყურებლებმა ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბოლო რამდენიმე გადაცემა ჩვენში ნაკლებად პოპულარული ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას არატრადიციული დარგების სარგებელის ჩვენებას ეძღვნება. ეს ჩვენში პერსპექტიული, მაგრამ ნაკლებად განვითარებული დარგების პოპულარიზაციისთვის ამჯერად კი გადავწყვიტეთ ყველასათვის კარგად ნაცნობ ვაშლზე ვისაუბროთ. აღმოჩნდა, რომ ამ ხილს გაცილებით მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. დავიწყოთ იმ შემთხვევის განხილვით, როდესაც ფერმერი მას დაკრეფისთანავე სეზონზე ყიდის. აქვე გვინდა აღნიშნოთ, რომ ფასები, რომლებიც გრაფიკულ მასალაშია მოყვანილი, აჭარის აგროსერვის ცენტრმა ბათუმის ბაზრებზე ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოგვაწოდა, ხოლო ხარჯები დაანგარიშებულია პროფესორ ზვიად ბობოქაშვილის მიერ მოწოდებული მონაცემებით. რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯს, ის ტვირთის 1 კილომეტრზე გადატანის პირობით არის დაანგარიშებული. საქართველოში გავრცელებული ვაშლის ჯიშები ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში და ნოემბერში იკრიფება. ამ პერიოდში ბაზარზე ის ჭარბად არის და შესაბამისად ფასები 2-დან 4 ლარამდე მერყეობს. საშუალო ფასი კი 3 ლარია. იმის გათვალისწინებით, რომ ნახევრად ინტენსიურ ბაღში 1 ჰექტარზე 700 ნერგი თავსდება, კარგი მოვლის პირობებში კი თითოეულ მათგანს 50 კილოგრამამდე ნაყოფის მოცემა შეუძლია, ფერმერის მოსავალი სეზონზე 35 ტონა იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ შესაძლო დანაკარგს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მექანიკურმა ან სხვა სახის დაზიანებამ და რომელიც 10%-ს არ აღემატება, მივიღებთ მოსავლის საბოლოო წონადობას, რომელიც 31 ტონა და 500 კილოგრამია. შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი მოსავლის სრულად რეალიზაციის შემთხვევაში 94,500 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ გასხლვის ხარჯს, რომელიც შეადგენს 500 ლარს, ანასხლავის გამოტანის ხარჯს, რომელიც შეადგენს 100 ლარს, აზოტის შეტანის ხარჯს, რომელიც შეადგენს 360 ლარს, შეწამლვის ხარჯს, რომელიც 1 ჰექტარზე შეადგენს 500 ლარს, ხილის ტარის ხარჯს, რომელიც შეადგენს 4200 ლარს, კრეფის ხარჯს, რომელიც 35 ტონაზე ასევე შეადგენს 4200 ლარს, ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც წონადობის მიხედვით 300 ლარია და დადვირთვა-გადმოტვირთვის ხარჯს, რომელიც 150 ლარს აღწევს. დაგვრჩება 84,190 ლარი, რაც ფერმერის პირდაპირი სარგებელია. პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ უმაღლესი ხალისხის ექსტრა კლასის ხილის წარმოება, ვაშლის წარმოება მოხერხდეს. ამიტომ არის ამის საშუალება დღეისათვის ფერმერს ან აგრობიზნესით დაინტერესებულ პიროვნებებს თუ ბაზარზე გამოიტანს ევროპული მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ხილს, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს არანაკლებ 70 მმ დიამეტრი, უნდა იყოს დაზიანებული, უნდა იყოს ერთგვაროვანი, აქვს საშუალება, რომ მიიღოს საკმაოდ კარგი შემოსავალი მისი რეალიზაციიდან. სარგებელის გაზრდის მიზნით სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და მათი შემდგომში რეალიზაციის შესახებ ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია. მოდით ახლა ვნახოთ, რამდენად სოლიდური იქნება ეს ზრდა ვაშლის შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ მოყვანილი დაანგარიშებები აჭარის აგროსერვის ცენტრისა და პროფესორ ზვიად ბობოქაშვილის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. როგორც წესი, არასეზონზე ვაშლი ბაზარზე დეფიციტურია და ძირითადად იმპორტირებული. შესაბამისად, ამ პერიოდში ფასები 3 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს, საშუალო ფასი კი 5 ლარია. როგორც უკვე გავარკვიეთ, ნახევრად ინტენსიურ ბაღში და კარგი მოვლის პირობებში ფერმერის მოსავალი სეზონზე 35 ტონა, 10%-იანი შესაძლო დანაკარგის გათვალისწინებით კი 31 ტონა და 500 კილოგრამი იქნება. თუ ამას კიდევ გამოვაკლებთ 5%-იან დანაკარგს, რომელიც შესაძლოა შენახვის ხანგრძლივობას და პირობებს უკავშირდებოდეს, მივიღებთ მოსავლის საბოლოო წონადობას, რომელიც 29 ტონა და 925 კილოგრამია. ამ პირობებით ფერმერის შემოსავალი მოსავლის სრულად რეალიზაციის შემთხვევაში 159,625 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ უკვე ჩამოთვლილი ხარჯების ჯამს, რომელიც შეადგენს 10,310 ლარს, დაგვრჩება 139,315 ლარი, რაც ფერმერის პირდაპირი სარგებელია და 55,125 ლარით აღემატება ვაშლის სეზონზე რეალიზაციისგან მიღებულ შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ ვაშლი სოფლის მეურნეობის ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელთა შენახვაც სამოცივრე დანადგარების გარეშე შეიძლება და შესაბამისად, ფერმერს არ უხდება შენახვასთან დაკავშირებული ხარჯის გაღება. უკანასკნელ ხანებში გამოჩნდნენ ფერმერები, რომლებიც უარი თქვეს, საშემოდგომო ზამთრის მოხმარების ვაშლის წარმოებაზე და არიან გადართულები უფრო ზაფხულის ვაშლის წარმოებაზე. რადგანაც ეს ბაზარი საკმაოდ ისეთი კარგია, გასათვალისწინებელია ის თავისებურებაც, რომ ამ პერიოდში ეს ხილი უფრო მიეწოდება საკურორტო
ზონებს და შესაბამისად ღირებულებაც უფრო მაღალია. აგრორჩევების ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ღირებულების გაზრდის პერსპექტივის შესახებ ვისაუბრეთ. შეგახსენებთ, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც გადამუშავებულ ხილს გაცილებით მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია, ვიდრე გადაუმუშავებელს. იმის გამო, რომ აჭარაში ფერმერების უმრავლესობას ვაშლის სამრეწველო დანიშნულებით არ მოჰყავს, მას არც სასაქონლო სახე აქვს. შესაბამისად, ასეთი ნაყოფის გონივრულად წარმოებაში ჩაშვება ოჯახისთვის შეიძლება არც თუ ისე მცირე დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. როგორც წესი, გადასამუშავებელი ვაშლის 1 კილოგრამის ფასი სეზონის მიუხედავად 10 თეთრს არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გაქვთ 100 კილოგრამი ასეთი ვაშლი, მისგან შემოსავლის სახით მაქსიმუმ 10 ლარს მიიღებთ. სარგებელი გაცილებით მეტი გექნება თუ გადაწყვეტთ, რომ ამ ვაშლისგან ჩირი დაამზადოთ და ბაზარზე სარეალიზაციოდ ამ სახით გაიტანოთ. კერძოდ ცნობილია, რომ 1 კილოგრამი ჩირის დასამზადებლად 6 კილოგრამი გადასამუშავებელი ვაშლია საჭირო. შესაბამისად, 100 კილოგრამი ვაშლისგან თქვენ 17 კილოგრამამდე ჩირის მიღებას შეძლებთ. 1 კილოგრამი გამომშრალი ვაშლის ფასი ბაზარზე 15 ლარს აღწევს. ამის გათვალისწინებით, ადვილი დასაანგარიშებელია, რომ თქვენი შემოსავალი 255 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ გამოშვების ხარჯს, რომელიც 100 კილოგრამზე 45 ლარს შეადგენს, მივიღებთ 210 ლარს. ეს კი ზუსტად 200 ლარით აღემატება იმ სარგებელს, რომლის მიღებასაც თქვენ არასტანდარტული ვაშლის გადასამუშავებლად რეალიზაციის შემთხვევაში შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ ამგვარად თქვენს მიერ მიღებული შემოსავალი თითქმის უთანაბრდება იმ შემოსავალს, რომლის მიღებასაც 100 კილოგრამის სტანდარტული ვაშლის სეზონზე რეალიზაციის შედეგად შეძლებთ. გამომშრალი ვაშლის უპირატესობაა ისიც, რომ პროდუქტის ყოველგვარი დანაკარგების გარეშე ხანგრძლივად შენახვა და ხელსაყრელ პერიოდში რეალიზებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით რამდენიმე ასე ვთქვათ არჩევანია. ერთი შესაძლებელია მისგან დამზადდეს ხილფაფების დამზადება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფერმერულ დონეზე რაღაცა დონის ხილფაფის დამზადება მისი რეალიზაცია ნაკლებად მიზანშეწონილია. ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება ჩაითვალოს მშრალი ხილის წარმოება, ჩირის წარმოებაც, რადგანაც თავისთავად დამატებითი ღირებულება წარმოებულ ჩირს უფრო გააჩნია და შესაძლებელია, რომ ის გარკვეული დანაკლისი, რომელიც მოსავლიდან ნედლად გატანილ ხილსა და გადანარჩევ ხილს შორის არის, რეალურად მისი კომპენსაცია მოხდეს ზუსტად ამ გადამუშავებული, ამ შემთხვევაში ჩირის სახით წარმოებული პროდუქტის სახით. თუ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ვაშლის სამრეწველო ბაღის გაშენება გადაწყვეტეთ, გთხოვთ ჩვენი გადაცემისთვის თვალყურის დევნება ყურადღებით გააგრძელოთ. ჩვენ ახლა ამ პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე დეტალურად ვისაუბრებთ. დავიწყოთ ჯიშების დახასიათებით. საქართველოში ვაშლის რამდენიმე ჯიშია გავრცელებული. მათ შორის Golden Delicious-ი ამერიკული ჯიშია. სხმოიარობაში მალე შედის. მაღალმოსავლიანია. ხასიათდება საუკეთესო გემური თვისებებით. იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ინახება აპრილ-მაისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის. ზამთრის ბანანი, ამერიკული ჯიშია, მაღალმოსავლიანი. აქვს დამახასიათებელი არომატი. ხასიათდება საუკეთესო გემური თვისებებით. იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ინახება მარტ-აპრილამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. კეხურა ადგილობრივი ჯიშია, სხმოიარობაში გვიან შედის. მაღალმოსავლიანია, გემური თვისებები საშუალოა. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის. ივერია ქართული სელექციური ჯიშია, გემური თვისებები საშუალოა. იკრიფება ოქტომბრის ბოლოს, ინახება მაის-ივნისამდე. მაღალპროდუქტიული ჯიშია, რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. შამპანური რენეტი ძველი ევროპული ჯიშია, სხმოიარობაში მალე შედის. მაღალმოსავლიანია, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. ქართული სინაბი ადგილობრივი ჯიშია, სხმოიარობაში გვიან შედის. მაღალმოსავლიანია, იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ინახება აპრილ-მაისამდე. რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის. Red Delicious-ი ამერიკული ჯიშია, სხმოიარობაში მალე შედის. მაღალმოსავლიანია. ხასიათდება საუკეთესო გემური თვისებებით. იკრიფება სექტემბრის ბოლოს. ინახება მარტ-აპრილამდე. რეკომენდირებულია სამრეწველო მეხილეობის ზონისთვის. გალა ახალზელანდიური ჯიშია, გამოირჩევა მეტად მიმზიდველი სასაქონლო სახით. არის არომატული.
ხასიათდება საუკეთესო გემური თვისებებით. სიმწიფეში შედის და იკრიფება სექტემბრის დასაწყისში. იკრიფება ორვადაში, მოიხმარება მოკრეფისთანავე. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე. მაღალ პროდუქტიული და უხმოსავლიანი ჯიშია. პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. აიდარედი ამერიკული ჯიშია. იკრიფება ოქტომბრის მეორე დეკადაში. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და მაღალი მარკეტინგული თვისებებით. გამოირჩევა მომჟავო მოტკბო გემოთი და სასიამოვნო არომატით. სარდაფის ჩვეულებრივ პირობებში ინახება მაისამდე. რეკომენდირებულია გასავრცელებლად აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის სამრეწველო რეგიონებისთვის. მუცუ იაპონური ჯიშია. მსხმოიარობაში შედის მე-4-მე-5 წელს. გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით. აქვს საუკეთესო სასაქონლო სახე. ხასიათდება ოდნავ მომჟავო, მაგრამ ძალიან მაღალი გემური თვისებებით. სარდაფის პირობებში ინახება აპრილამდე. რეკომენდირებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად. ფუჯი იაპონური ჯიშია. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. არის მაღალპროდუქტიული და უხმოსავლიანი. პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. გრანსმიტი ავსტრალიური ჯიშია. გამოირჩევა მიმზიდველი სასაქონლო სახით. ხასიათდება მომჟავო მოტკბო გემური თვისებებით. იკრიფება ოქტომბრის შუა რიცხვებში. სარდაფის პირობებში ინახება აპრილ-მაისამდე. არის მაღალპროდუქტიული და უხმოსავლიანი ჯიში. პერსპექტიულია სამრეწველო მეხილეობის ზონისათვის. დასავლეთ საქართველოს პირობებში უფრო უკეთესია ისეთ ჯიშებს მივანიჭოთ უპირატესობა, რომლებიც ტენიან პირობებთან უფრო მეტი ადაპტაცია გააჩნიათ და დაავადებებით შედარებით უფრო ნაკლებად ზიანდებიან. ჩვენ მაგალითად რეკომენდაციას ვაძლევთ კეთილსადმი იმუნური ჯიშების წყება რიგებისა, როგორც არის მაგალითად ახალი ჯიშია, ეს არის ჯიში ფლორინა, რომელიც არავადდება კეთილსადმი, მის გამოყენებას ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ჯიში აიდარედის გამოყენების კუთხით. შედარებით უფრო ვედიდებით ძალიან გავრცელებული და ცნობილი ჯიში, მაგალითად Golden Delicious-ის გაშენება დასავლეთ საქართველოს პირობებში, მაგრამ ჯიშები აიდარედი, იგივე ფლორინა, ასევე ქართული ჯიშები, როგორც არის ქართული სინაპი, შესაძლებელია წარმატებით იყოს გამოყენებული დასავლეთ საქართველოს შედარებით უფრო ტენიან კლიმატში, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ საძირე იქნება შესაბამისი გამოყენებული. ამ შემთხვევაში საშუალო საძირეზეა საუბარი. სამრეწველო მიზნით ვაშლის ბაღის გაშენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის სწორად შერჩევა და წესების მკაცრად დაცვა. ასეთ შემთხვევაში მცენარეები სწრაფად განვითარდებიან და ხარისხიან მოსავალსაც მივიღებთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ხარჯი, რომელიც გაშენებასთან დაკავშირებით გვაქვს მოყვანილი, პროფესორ ზვიად ბობოქაშვილის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. ვაშლის ბაღის გასაშენებლად ადგილის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლების დგომის დონე, მოცემულ ზონაში გავრცელებული ქარების მიმართულება და მათი სიძლიერე. ფესვთა სისტემის ნიადაგში გავრცელების ინტენსივობიდან გამომდინარე, საბაღე ფართობის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლის დგომის დონის შესწავლას. საბაღე ნიადაგის სწორად შესარჩევა აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევაც. ისეთი ხეხილოვანი კულტურების გაშენება, როგორც ვაშლია, უმჯობესია მდელოს ყავისფერ, ტყის ყომრალ, რუხ ყავისფერ, შავმიწისებრ და შავმიწა ნიადაგებზე. მეხილეობის კლასიკურ ზონად მიღებულია ზღვის დონიდან 400-800 მეტრამდე სიმაღლე, თუმცა სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენება შესაძლებელია ზღვის დონიდან 1200 მეტრზეც. საბაღე ფართობის შერჩევის დროს აუცილებელია სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება. მეხილეობაში ძირითადად ბაღში მცენარეთა განლაგების კვადრატული, სწორკუთხოვანი, ჭადრაკული და კონტურული წესები გამოიყენება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სწორკუთხოვანი. აღსანიშნავია, რომ თითოეულ კულტურას საძირისა და ჯიშის თავისებურებისა და ბაღის ტიპიდან გამომდინარე ახასიათებს კვების განსხვავებული არეები. ვაშლის შემთხვევაში ეს ძლიერ საძირეზე 8 მეტრი 8 მეტრზე, ნახევრად ნაგალა საძირეზე 5 მეტრი 3 მეტრზე, ხოლო ნაგალა საძირეზე 4 მეტრი 2 მეტრზე ან 3-2 მეტრზეა. საერთოდ მებაღედ გამოყოფილი ნაკვეთის გაკულტურება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურების თავისებურებების გათვალისწინებით. ამისათვის აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის მოსწორება, მოშანდაკება, მარცვლოვანი კულტურების ან ბალახების თესვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა და პლანტაჟის ჩაბარება. პლანტაჟს არ იყენებენ დახრილ ფერდობებზე, ძლიერ კარბონატულ ნიადაგებზე და ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის
ჩატარების რეკომენდირებული პერიოდია აგვისტო-სექტემბერი. დასავლეთ საქართველოში მის ნაცვლად იყენებენ ღრმა ხვნას. პლანტაჟის პარალელურად ხდება ნიადაგის განოყიერება. ამ დროს ნაკვეთში ორგანული სასუქების და ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქების შეაქვთ. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. ნიადაგის ანალიზის საფუძველზე დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე ნიადაგის მჟავიანობის გასატენიანებლად აუცილებელია კირის შეტანა. ვაშლისთვის ოპტიმალური მჟავიანობის მაჩვენებელი 6-დან 7 ერთეულამდეა. ხეხილის დარგვის დრო დამოკიდებულია მიმდინარე წლის კლიმატურ პირობებზე და კულტურების ბიოლოგიურ თავისებურებებზე. დარგვა შეიძლება შემოდგომით ან გაზაფხულზე ხელით ან სარგავი მანქანით. საქართველოში დარგვა იწყება შემოდგომაზე, ნოემბრის დასაწყისიდან და შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. გაზაფხულზე ბაღის გაშენება უნდა დამთავრდეს ვეგეტაციის დაწყებამდე. ნერგი უნდა იყოს 1 წლიანი ან 2 წლიანი. კარგად განვითარებული ფესვთა სისტემი და სწორი და არანაკლებ 140-160 სანტიმეტრის სიგრძის ღეროთი. დარგვის წინ აუცილებელია ნაკვეთის დაგეგმვა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თვალზომით, ანუ ვიზუალურად, ნიშნულებიანი მავთულით და მექანიზებული წესით. სასურველია სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე. ორმოს დიამეტრი 50-60 სანტიმეტრი, ხოლო სიღრმე 30-40 სანტიმეტრი უნდა იყოს. დარგვის წინ ნერგები როგორც წესი გადააქვთ ნაკვეთზე, ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და ფესვების გამოშვების თავიდან ასაცილებლად აფარებენ სოლტილოს. ამ დროს სასურველია ნერგი შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. დარგვისას ორმოს შუალედში ყრიან მიწის ბორცვს, რომელზეც ათავსებენ ნერგს, ხოლო ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მიედგებნოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით ფრთხილად უნდა შეირხეს. ამის შემდეგ უმჯობესია გარშემო ჯამის გაკეთება. ნამყენი ირგვება იმ ვარაუდით, რომ ნიადაგის დაჟდომის შემდეგ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სანტიმეტრის სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს. დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოიწყას მოღვარვით ან წვეთოვანი ირიგაციის მეშვეობით. თუ მორწყვა მაშინვე არ ხერხდება, აუცილებელია წყლის დასხმა ერთ ნერგზე 25-30 ლიტრის ოდენობით. ამ დროს მორწყვა გამეორდება დარგვიდან მეორე, მეოთხე და მეშვიდე დღეს. დარგვის შემდეგ ნამყენს აკრავენ სარზე კანაფით, ციფრი რვის მაგივრად. ნაგალა ბაღის გაშენების დროს კი შპალერის პირველ მავთულზე ან ინდივიდუალურ სარზე. ბაღის სრულფასოვნებისთვის აუცილებელია, რომ მასში დამამტვერიანებელი ჯიშებიც გაშენდეს. სრულ მსხმოიარობაში ვაშლი ნერგის თავისებურების გათვალისწინებით 2-დან 9 წლამდე პერიოდში შედის. რაც შეეხება სანერგე მასალას, მისი შეძენა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზეა შესაძლებელი. აქ ერთი ნერგის ფასი 4-დან 5 ლარამდეა. უახლოეს პერიოდში ნერგებით ფერმერების მომარაგებას გეგმავს აჭარის აგროსერვის ცენტრიც. 1 ჰექტარზე ნახევრად ინტენსიური ბაღის გაშენებას საორიენტაციო ღირებულება 3 წლის განმავლობაში მოვლა პატრონობის პირობით. 14,120 ლარია. აქედან ნაკვეთის მომზადებისთვის 450 ლარი, ორგანული სასუქის მობნევისთვის 400 ლარი, საპლანტაჟე გუთნით მოხნისთვის ასევე 400 ლარი, პლანტაჟის დახვნისათვის 100 ლარი, დამარცხვისთვის 70 ლარი, 1 ჰექტარზე სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 3500 ლარი, ნერგების შეძენისთვის 3500 ლარი, ორმოების ამოღებისა და ნერგების ჩარგვისთვის 700 ლარი, შხამქიმიკადებისთვის 3000 ლარი, რიგთა შორისი ზედაპირული დამუშავებისთვის 1500 ლარი, ხოლო მწვანე ოპერაციებისთვის 500 ლარია საჭირო. ეს ჯიშები, რომელიც ჩვენ შემოტანილი გვაქვს, ფაქტობრივად დიდი ხანია ჩვენ ბაზარზე არსებობს, მათ უკვე რეკლამა გაწეული აქვს, ფაქტობრივად ფერმერს არ ექნება ამ ნერგების, ამ ჯიშებით მიიღოს ესეთი პროდუქტი, რომელსაც მეტი რეკლამა დაჭირდეს, ან ახალად დაჭირდეს ბაზარზე შესვლა. შესაბამისად, ამ ნერგების გაშენებით სამომავლოდ ფერმერებს ექნება შესაძლებლობა მიიღონ მეტი შემოსავალი, ვიდრე აქვს დღეს თქვათ იმ მამაპაპური მეთოდებით მოყვანილ ნერგიდან. ვაშლისთვის სხვა ფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა. ასეთ შემთხვევაში ხდება ვარჯის ფორმირება, რაც ნაყოფის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახება. ვაშლის ხეებს სხვა ფორმირება რამდენიმე მიზეზის გამო უტარდება. კერძოდეს აუცილებელია შესაბამისი ფორმის შესაქმნელად, რაც უზრუნველყოფს მცენარის გამარტივებულ მოვლას, მსხვილი ნაყოფის მისაღებად, წლიური მსხმოიარობის და ვეგეტაციური ზრდისა და საყვავილე კვირტების ჩასახვის დასარეგულირებლად, ხის მსხმოიარე ნაწილის განსაახლებლად, ჭარბი ხილის მოსაცილებლად და ხილის ზომის გასაზრდელად, განათების გაუმჯობესებისათვის და ხის ზომების დასარეგულირებლად. გასხლა შესაძლებელია ჩატარდეს ხეების მოსვენების პერიოდში და ვეგეტაციის განმავლობაში. საქართველოს მეხილეობის რეგიონებში მოსვენების პერიოდის ხლის ჩატარება შესაძლებელია გვიანი შემოდგომიდან
ადრე გაზაფხულამდე, ანუ გასხვის პერიოდი იწყება ფოთოლცვენიდან 20-25 დღის შემდეგ და გრძელდება კვირდების დაბერვამდე. ამ დროს საკვები ნივთიერებები ლოკალიზებულია ფესვთა სისტემაში, შტამპსა და ხის ძირითად ტოტებში და გასხვლისას მისი დანაკარგი მინიმალურია. ვეგეტაციის განმავლობაში სხვას მიმართავენ ძირითადად ზაფხულის პერიოდში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გასხვა შესაძლებელია გვიან გაზაფხულზეც. გასხვის ვადის შერჩევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კულტურაზე და ხის მდგომარეობაზე. სარეველების კონტროლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. სამწუხაროდ არა მარტო დამწყები, ფერმერები, არამედ კვალიფიციური მეხილეებიც შე შემთხვევაში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამას და ეს აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ სარეველები კონკურენციას უწევენ კულტურულ მცენარეებს, ამ შემთხვევაში ვაშლის ხეებს, საკვები ნივთიერების შეთვისებაში და ავტომატურად აუცილებელია ზოლი, ანუ რიგი, სადაც მცენარეებია დარგული, თავისუფალი უნდა იყოს სარეველებისაგან. რაც შესაძლებელია მიღწეული იყოს ჩვეულებრივი მექანიკური დამუშავებით, ანუ თოხნის გამოყენებით, ან კიდევ გამარგვლით, თუმცა არსებობს ალტერნატიული მეთოდი ჰერბიციდების გამოყენება, ყველაზე უფრო უკეთესია, ცაცაკი არც ერთი მეთოდი ეფექტური არ არის, უკეთესია კომპლექსური გამოყენება, ანუ მექანიკური გაფხვიერება, მერე შესაბამის ჰერბიციდების გამოყენებით, რომ ზოლი იყოს თავისუფალი სარეველებისაგან. ვაშლის ბაღის მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სრულფასოვნად გატარებისთვის აუცილებელია იმ მავნებელ დაავადებათა ხასიათის ცოდნა, რომელიც მას ემუქრება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ დაცვის ეფექტური, არამედ ყველაზე უსაფრთხო საშუალებებიც გამოვიყენოთ. ხეხილისა და კენკროვანი კულტურების მავნებლები სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კვების სპეციფიურობით ხასიათდებიან. ზოგიერთი მათგანი აზიანებს მხოლოდ კონკრეტულ სახეობას, ზოგიერთი კი ნაირჭამიათა რიცხვს მიეკუთვნება. ისინი ხასიათდებიან გამრავლებისა და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში გამოსული თაობების განსხვავებული რაოდენობით. ხეხილსა და კენკროვან კულტურებს ძირითადად აზიანებს მწერები და ტკიპები, თუმცა მათ არანაკლებ ზიანს აყენებს ძუძუმწოვარი მღრღნელები და ზოგიერთი სახის მოლუსკი. კონკრეტულად ვაშლს საგრძნობ ზიანს აყენებს ვაშლის ჩრჩილი, ვაშლის ნაყოფჭამია და ფოთლის რინქიტი. დაავადებებიდან საშიშია ვაშლის ქეცი, ჟანგა, მინილიოზი, ნაცარი, სილაქავები და ნაყოფი სიდამბლე. მავნებელი დაავადებების შესამცირებლად რეკომენდირებულია ძირნაყარი ნაყოფების შეგროვება ბაღიდან გადანა და მიწაში ღრმად ჩამარხვა. ასევე ვარჯის გაწმე და გამხმარი და ძლიერ დაზიანებული ტოტებისაგან. ნასხლავის გატანა ბაღიდან და დაწყვა. სასურველია აგრეთვე შტამპისა და ხის დედატოტების გაფხიკა და შეთეთრება. 20%-იანი კირის რძით ან თეთრი წყალ-ემულსიანი საღებავით. ამ მიზნით ხდება პესტიციდებით ბაღის წამლობების ჩატარებაც. ამ შემთხვევაში პესტიციდების ტიპი განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რომელ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოიყენება იგი. მაგალითად, ჰერბიციდები სარეველების, ინსექტიციდები მწერების, აკარიციდები ტკიპების, ხოლო ფუნგიციდები სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ არის ეფექტური. პირველი ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში დაავადება ეს არის ვაშლის ქეცი, მეორე არის ვაშლის ნაცარი. ამ ეტაპზე ვისაუბრებ ვაშლის ქეცის მიმართულებით, ეს არის საკმაოდ საშიში დაავადება, რომელიც ჯერ აზიანებს ფოთლებს, მერე გადადის ნაყოფებზე და იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მის შესაბამისი კონტროლი, შეიძლება მოსავლის მთლიანი მოსავალი დავკარგოთ. არა დავკარგოთ თვითონ ნაყოფების თვალსაზრისით, არამედ მათ დაკარგონ სასაქონლო სახე ისეთ დონეზე, რომლის რეალიზაცია რეალურად ვერ მოხერხდეს. ვაშლის ბაღის სარგებლიანობის მაქსიმალურად დაცვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგროვადების დაცვას. ეს ეხება არა მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას, არამედ უშუალოდ კრეფის პროცესსაც. ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ხეხილის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. მაგალითად, ვაშლის ერთი დეკადით ადრე აკრეფა ამცირებს მოსავლიანობას 10-15%-ით. ხილი ამ დროს უფრო წვრილია და ცუდად ინახება. ხოლო დაგვიანებით კრეფისას იზრდება ნაქარის რაოდენობა. ნაყოფი გადამწიფდება და ასევე ცუდად ინახება. ვაშლის შემთხვევაში დაუშვებელია წვიმის დროს და ნაწვიმარზე ნაყოფის შეშრობამდე კრეფა. დაკრეფის შემდეგ იგი უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსოში. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა სამაცივრე პირობებში 0-დან 2 გრადუსამდე, ხოლო სარდაფის პირობებში +3-+7 გრადუსია. რაც შეეხება ტენიანობას, მისი მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში 85-90%-მდე უნდა იყოს. ასეთ პირობებში ვაშლი სპეციალურ ყუთებში, კონტეინერებში ან თაროებზე 5-6 თვის განმავლობაში ინახება.
აუცილებელია სრული კონტროლი ხილის პრეფის დროს. ხილი შეიძლება ვიზუალურად მით უმეტეს ვაშლის შემთხვევაში, შეიძლება ვიზუალურად არ დაზიანდეს, მაგრამ უნდა ვერიდოს მის გადაყრას, მის ჩამოყრას, იმიტომ საკმაოდ ფაქიზია. არ უნდა მოხდეს მოკრეფილი საწყობში შეტანა მექანიკურად დაზიანებული ხილის. ასევე გავრცელებული შეცდომა როცა ყუნწ მოწყვეტილი ვაშლით შედის საწყობში. აუცილებლად ხილი უნდა იყოს დაბეჟილი არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანება მასზე არ უნდა იყოს მასზე აუცილებლად ყუნწი უნდა გქონდეს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ვაშლის ბაღის გაშენებასთან და მის მოვლაპატრონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მოგწერეთ. ჩვენ შევეცდებით ყველა კითხვაზე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ, ამ მომწურავი პასუხი გაგცეთ. ახლა კი გემშვიდობებით. ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.